რა უნდა გაკეთდეს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მომდევნო 4 წლის განმავლობაში? ამ საკითხზე კახაკალიძემ პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე და გეგმებზე, რასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. აქცენტი გაკეთდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაციაზე, საბავშვო ბაღების მშენებლობის განახლებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე. დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მესამედ წარსდგენ თბილისელების წინაშე და ვისაუბრო სამომავლო გეგმებზე. ვისაუბრო იმ პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პატივთან ერთად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც პირადად მეც და ჩემს თანაგუნდელებს ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული. ინფრასტრუქტურის პოლიტიკა ეს არის გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც საზოგადოებას მივაწვით ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ შემდეგი წლების განმავლობაში. გზების რეაბილიტაციაში ბუნებრივია ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ გულისხმობთ, აქ არის საუბარი ძირეულ ფუნდამენტალურ სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. პირველი ესეთი პროექტი არის აკაკი ბელიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, კოჯრის გზატკეცილის რეაბილიტაცია, ასევე დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება, სარეაბილიტაციო სამუშაოები. განსხვავებულად უფრო მასშტაბური პროექტები ეს არის რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და გურამიშვილის გამზირების რეაბილიტაცია, ასევე დაგეგმილი გვაქვს გორგასლის და გოძიაშვილის ქუჩების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ბუნებრივია, რომ ყველა ეს გეგმა გახორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8 წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად. ეს არის პირველ რიგში პირადად კახაკალიძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავხადო კახაკალიძის კიდევ ერთხელ 8 წლის განმავლობაში გაძეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერის გუნდს მინდა მადლობა გადავხადო. პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ასევე შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის გამოეხმაურა მელიქიშვილის გამზირზე გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ურთიერთდაპირისპირება და შეურაცხყოფა ისმოდა აქციის მონაწილეებსა და ქართული ოცნების მომხრეებს შორის. ჩვენ ნახეთ სახელდაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ჰისტერიულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვს დაკარგული, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. არქიპოს ეთურის მრევლი, ჩვეულებრივი არქიპოს ეთურის მრევლი, ნაცი პიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ხო, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს, მართლა ტრაგიკულია. საპროტესტო აქციები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. მმართველი გუნდი და ოპოზიცია ქვეყანაში სიძულვილის ენის გავრცელებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გუშინ მელიქიშვილის გამზირზე კახაკალიძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და ქართული ოცნების წევრს ბექა ოდიშარიას შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უცენზურო სიტყვების გამოყენებას. აქცენტები იყო გაკეთებული ასევე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. როგორც ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, აღნიშნული არაეთიკურია, თუმცა ამავდროულად სიძულვილის ენის გავრცელებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. ბრალდებები ისმის მმართველი გუნდის მხრიდანაც. რომ ადამიანის ჯანმრთელობას ეს დრამა რა თქმა უნდა არაეთიკური გახდა, მაგრამ ერთადერთი რასაც ეს ხალხი აკეთებს არის სიძულვილის და ზიზღის დათესვა, ფურთხება, დაპატიმრება, წამება ადამიანებს და შემდგომში არავის დაშა საკუთარი რიგებიდან, როგორც ნახეთ, ხო? თუ აწამეს მათ თქვენი კოლეგები, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმიტეს და ერთი ადამიანი არის დაჭრილი. სხვა ადამიანები მომდათ მტკიცებულები გარსევებს, წვდომით ციხისთვის გაიმიტეს. ესეთი რეჟიმი მუდმივად სიძულვილის დამტკიცავ იქნება საზოგადოებაში. ამიტომაც არის საშიში ეს რეჟიმი. სამოქალაქო დაპირისპირებას აღუევს ივანიშვილი და მისი ბანდა. ადამიანს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, ეს მას წამოაძახულიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი.
და თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით და დღესაც ვართ ნებისმიერი ტიპის რადიკალური დაპირისპირებების. მაგრამ მეორეს მხრივ უნდა ახსოვდეს ყველას, რა თქმა უნდა პირველ რიგში ოცნებას, რომ მათ მორალური უფლება აღარ აქვთ ხალხში გასვლის. და მათ უნდა ესმოდეთ, როდესაც უკანონოდ აპატიმრებენ ახალგაზრდებს და ამ დროს იქ რაღაცა ზეიმი მოაწყონ და საარჩევნო კამპანია მოაწყონ. რა თქმა უნდა, მოსახლეობა საკუთარ აღშფოთებას აქ გამოთქვამს. რაც ნახეთ, მე მგონი ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. ჩვენ ეს ფაქტობრივად გუშინ ღამე ნაცი-ორკების თავყრილობა, რომელიც გაიმართა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წინ, არის აი ზუსტად ის სახე, რაც ნაცობას როგორც იდეოლოგიას აქვს. გუშინ პარლამენტმა, გუშინ ნაცები მოქალაქეები არიან, თუმცა უსამშობლო მოქალაქეები. გუშინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ეხება ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შეფასებას და ნახეთ თქვენ თუ რა მძიმე ფაქტები, მტკიცებულებები არსებობს, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის, არამედ ნაცობის როგორც იდეოლოგიასთან დაკავშირებით. აი გუშინ ჩვენ ნახეთ ნაცობის სახე რა არის. აი ეს ორკების პარადი გუშინ რაც იყო მოწყობილი იქ, გინება, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, ტიტუშკების მიერ დადევნება ადამიანების მიმართ. აი ეს ორკების პარადი გუშინ რაც ჩვენ ნახეთ, აი ეს არის ნაცობა, რას უშუალება ნაცობა ადამიანს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ახალი მოადგილეები ყავს. სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისტრაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნენ. ბრიფინგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34512 აბი მეთადონი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში ფონიჭარის დასახლებაში ჩაატარეს აღნიშნული სპეცოპერაცია. პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34512 აბი მეთადონი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონის აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში ფონიჭარის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლები 1967 წელს დაბადებული ეფუს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მეთადონის აბები, ასევე ჰეროინის, მორფინისა და კოდეინის შემცველი 2 ლიტრამდე სითხე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე და მესამე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებული სახით ეფუს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის შესახებ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების ახლდას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო თითოეულ სამართალდამცველს გაწეული დაუღალავი შრომისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ფილოსოფოსი ზაზა შათილიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს და მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და დიპ სტეითის გავლენებზე წერს. ამ კონტექსტში ეს ყურადღებას ამახვილებს მიხეილ ყაველაშვილის დონალდ ტრამპისადმი მიწერილ ღია წერილზე.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილმა დონალდ ტრამპის მიმართ პარალელურად კი ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენ საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასაცმიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძორგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჩარჩში, ხოლო პირიქით დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრეს იარაღია deep state-ის ხელში. ოლიგარქიული ოჯახები მათივე ხელწერის თანახმად სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელით ამხობენ მათ და შემდეგ ამ ყველაფერს რევოლუციებად, დემოკრატიის გამარჯვებად ასახებენ. როდესაც მოიყვანენ მათთვის სასურველ, თითქოს და ხალხის არჩეულ მთავრობას, რა თქმა უნდა იგი არა ხალხს, არამედ deep state-ს ემსახურება. სწორედ ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა. თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ. დაპყრობის ეს ახალი უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომარეობს. ხალხმა არ იცის, რომ დაპყრობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის პირობებში deep state-ს ამგვარი ქმედება არ უჭის და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი არაფერი იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში 4-ჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ლის ტრასი, რიში სუნაკი და კირ სტარმერი. ერთი შეხედვით 4 განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი ყველა მათგანი deep state-ის გავლენის ქვეშ მყოფი. ბრიტანეთის მსგავს სუვერენიტეტ დაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასდროს მოუნდეს, მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია. deep state სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც ჩვენ აგენტურას სრულიად დამსახურებულად უწოდებთ. თუმცა ამ პროცესში აგენტების გარდა მონაწილეობს მასა, რომელიც სასარგებლო იდიოტებისგან შედგება. დღეს რუსთაველზე მდგარი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგინონ, ამისი ნათელი მაგალითია. საბედნიეროდ სასარგებლო იდიოტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქართველი ხალხის სიბრძნესთან. თუმცა ასევე აღსანიშნავია ხელისუფლების მუდმივი მუშაობა, აქტიურობა, რათა საზოგადოება ფხიზლად იყოს. ეს პროცესი კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან deep state-ის და ფონდების, USAID-ისა და NDI-ის მწვავე კრიტიკა. მარტო ბოლო ერთ კვირაში პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა სტატია deep state-თან ბრძოლის 7 თვე, სადაც აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესია მისი დამარცხება. მარკო რუბიომ USAID-ს კიდევ ერთხელ უწოდა ანტიამერიკული რევოლუციების დამფინანსებელი კორუფციული ფონდი, ხოლო JD Vance-მა ნეტზე განაცხადა, რომ სასაცდენილი ორგანიზაციის დახურვა ამერიკელ ხალხს დაუბრუნებს კონტროლს მათ გადასახადებზე. მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებში ასე ღიად ამხელელ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ როგორი კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით. საქართველოს პროკურატურის მიერ ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO-ების ანგარიშების დაყადაღებამ deep state-ის მიერ ღიად მართული ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას, როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო. კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შევაჯამოთ ერთი ხედვით უცნაური კონტრასტი. შეერთებული შტატები აღიარებს არასამთავრობო და დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობაში, ხოლო deep state-ის მორჩილი ევროპა კბილებით იცავს შეერთებული შტატების მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO-ებს. რა ხდება? თუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა, თუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია. სწორედ ეს არის მთავარი კითხვები და ვეცდები მარტივად და გასაგებად ახსნა რეალობა. ცხადია, არანაირი კონტრასტი და ასდასხვა სხვაობა არ არსებობს. ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც deep state-ი დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის, რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ, საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან. ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ deep state-ის ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდებით მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, თანაც უფრო აგრესიულად და ღიად. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის არის, რაც შეეხება deep state-ის რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურს სამსახიობო ოსტატობას, მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა შეერთებული შტატების სასარგებლოდ. რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოკიდეს კისერზე. ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს. ცალმხრივი 15%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს. 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე. ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ. შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ აღიარებული
სრულია, რომ ევროკავშირს უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ Deep State-ი მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ ჭირდება. როგორ ფიქრობ, Deep State-ის მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს Deep State-ს ებრძვის. როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ფულები ჩაუწერეს? არა ცხადია. ტრამპიც, რუბიოს და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც Deep State-ის ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან შეერთებული შტატების გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს. შეერთებულ შტატებში Deep State-ის რებრენდინგსაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 100%-ით შეასრულეს, დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინა აცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი. აზიური თვითებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს. ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს იგივე Deep State-ს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდებით ცვლილება ჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გავრცელდათ. სწორედ ამას გულისხმობ Deep State-ის რებრენდინგში. ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს, რომელიც თავში ვახსენე, მე იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული ცხენა, იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი Deep State-თან მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც შეერთებულმა შტატებმა ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს, თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დაალაგება რა გაგიხდათო, სწორედ აქ არის ძაღლისთავი დამარხული. ტრამპი ანუ Deep State-ი არ ჩქარობს, მას უნდა რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ რომ მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად გალახული იჯდეს. ამიტომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაცია მოსალოდნელი Deep State-ის მართული ევროკავშირისგან და არა მხოლოდ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით. მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ არსებული ვაკუუმის, ხოლო მეორე მხრივ Deep State-ის რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, მაქსიმალურად გაიზიაროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს ოპოზიცია ეწოდება. შედეგად კი, როდესაც ლაპარაკის დრო დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან, არათუ სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარსდგება.